მეორე დღე ქალაქ ქუთაისში მეგობრებო. ანუ აქედან გოგოებო იშლება ქუთაისის ულამაზესი ხედი. ეხლა სადავდივარ? გადავდივარ პარკში. მოდი გურამ გადაიღე ეს ულამაზესი. აქეთ მოდი შევხვდე. ქუთაისის ულამაზესი ხედი. შეგიძლიათ გაიხედოთ და დატყვეთ ამ სილამაზით. ეხლა ნახეთ. მეც. ანუ ქუთაისი არის საბრუდამხვევი ქალაქი, რო იცოდეთ. საბრუდ აგეხვევათ ქუთაისში ხარ და საბრუდ ახაურება, ყველაფერი საბრუდ ამხვევი. თან მე რო ვდგავარ რა კიდე პლუს ამას, ვაფშე ხო იმენა. მე დამიჭირე. ქალაქი რო იცოდეთ. იქ არის მთა. მთაზე. მთაზე არის სახლი. იმ სახლში იმალება ერთი ბიჭი, რომელიც გელოდება შენ. ჩემი ბიჭი ქუთაისში არ მელოდება სავარაუდოდ. აბა სად გელოდება? არის. ჩვენ გზად ვართ. არის ჩამოვიყვანეთ გოგონები. მაგრამ სადაც აქ ქუთაისი არის იქან არაფერი არ არის. უეჭ. მანქანას მათხოვებ თუ არა შენ აი წაიყვანეთ ცოტა ხანი თუ გინდა. დავიდა! ნელა თალი! ნელა თალი! აი გამიჭირდა! დარტია! დონია! და მოვედით ახლა სად? ტირში ახლა უნდა მომიგონ სათამაშო. შენ რატომ უნდა მოგიგოს მე ზურამ? ხო, რატომ? ზურამ არის ისულა კარგი. რას ქვია არის? ეს კარგი მაშინ მე ახლა მოვიგე, სასურველი აჩუქინა. აჩუქე, მე ზურამ მაჩუქოს. ეს მოგებული მყავს უკვე, აი ნახე. უსემატკივრობა მინდა, თინათ. უგა! ესე იგი დათუნია, მოიგო დათუნია და მოუგო დათუნიას. გუგა მიზანა ბრეგვაძე. კუპტენია. დავიკეთო სათვალე უკეთესად ხედავ. ბრავო. ნახეთ ბიჭებმა რა მოგვიგე. მართალია ჰაუს ვერ მეიგეთ, მაგრამ მოიგე ტედები. სურას უნდა რომ იუმორის დედოფალისნაირი იუმორი ჰქონდეს, მაგრამ მისი იუმორი მხოლოდ და მხოლოდ აბა აშაჭია. აუ შენი ანეკდოტი მოგვიყევი რა ანეკდოტი. ანუ კვირები არა. მოდი დავай. ანეკდოტი იცი? გულდასი მოყევი ანეკდოტი. ახალი ანეკდოტი. ეს შენთან წეთავსო და არ წეთავს შენთან წეთავსო. დავიჭიროთ და თავები გადავდარს. ისედაც გადაბარსული აქვს როგორ ვიცი. მაშინ თმები გავუზარდოთ. სად? ფერგა. პირზე. ვაიმე რა გიშენ. უი შენ სერვირით მომყვები? ხო. ვარგაშენია. ავედი! დავიდა!
მაგარი პარკი ყოფილა ხალხნო. გორის პარკი ხო? მოკლედ საინტერესო ტური გველოდება ეხა სათაფლიაზე. წავედით. წავედით. რიგში ვართ უკვე რიგში ვარ ჩემოძიფასებად და ფეხით გვიწევს კიდე სიარული. ჩვენი სპონსორია ჩვენი გულშემატკივრები. დიდი მადლობა. თუ კი გინდათ რომ დაასპონსოროთ ჩვენი ძალიან მაგარი არხი, შეგვიძლიათ გამოიჩინოთ ინიციატივა დიახ და შეგვიძლიათ თქვენი პროდუქცია ჩვენთან გამოვაჩინოთ აი ვიდეოში. აი მას შეგვიძლია ახლა მაგალითად აგერ ჩვენი პროდუქცია რომ იყოს უცებ წყალ და დავლიო, მაგრამ ეხლა დავლევ აგერ წყალს. მე ვიცი რომ შენ სიარული გიყვარს. გააჩნია საინტერესო სიტუაცია. აბა კბილები დაგრიჭე. ჯერ არა. ამოგივიდა კბილები თუ ჯერ არა? ცოტა დავიღალეთ. ცოტა არა, ძალიან დავიღალეთ. აგე ჯენ უნდა დამიჭირო ბიჭო, რა შვები, მომწაწელი. რასაც ვშიმავდი? მე მიყაჩინესა. ნეფილი და ბულიკა. წავედით ახლა. თინათინს უნდა ვაჩუქოთ მოკრეფილი ყვავილი. თინათინ! საჩუქარი მაქვს შენთვის. მე ყოველთვის მინდოდა თინათინ შენთვის. ერთი წუთი. მე ყოველთვის მინდოდა შენთვის. მოწყვეტილი ყვავილები მეჩუქნებინა და აი აგერ მოვწყვიტე და ჩუქნი. ხო მაგარია. მადლობა. ადამიანებია წამოდით მალი წამოდევიღალი წამოდით. ჭამს როგორ ფიქრობთ? მე რამდენი თვალები აქვს? მე თვითონ მწვანე. შენ ამ თვალებზე რა დავარ ქართულება? დინოზავრუსის თვალებში უყურე? შენი ხათი დავიცი. ხანაირი ენერგია. ხანაირად ფეთქავს გული ხო? ხალი ფანტაზია. მასუნე ხელზე? არა, ვარდის წინია ხსენ. დიანა შენ გინდა შეეხო საუკუნის მაქანა არა გონ? ანუ მეგობრებო, ეს არის ადგილი, სადაც ამ სტალაგმიტას მიამსგავსებენ გულს, ადამიანის გულს და მოდი ახლა განახებ. აი სარქველი ეს პარკუჭი თამბეჭი დავი ხართ ნამყოფი გოგო და რა შეიცვალა იმის მერე რაც თქვენ აქ იყავთ? სტალაქტიტები გაისართნენ, 100 წელი გამოვიდა. მაგრამ ზოგადად 100 წელიდან ერთ გამოვიდა. 100 წელიწად შეერთხელ ხო ის. ანუ თქვენ 100 წლის წინ იყავით აქ? კი. ვაუ! თინათინ საუკუნოვანი გოგონა. რა თქმა უნდა, პირველად რო ვიყავ. თინათინ დიდი. თაბეჭდილებები სხვანაირი არის. რაღაცას პირველად რო ნახულობ. მაგრამ ეხლა რა ჩვენთან ერთად ხართ, შტაბეჭდილება ხო მაგას. ამდენი ხანი ქუთაისში ხართ, რაც რო გავატარეთ, გადავიღეთ ვიდეოები, ფოტოები. მაინტერესებს როგორი შტაბეჭდილება დაგრჩათ ჩვენს ქალაქზე. ჩვენ ხო ვცდილობთ რომ ყველაფერი ვნახოთ და ძალიან მოკლე დროში ბევრი ლოკაცია ავითვისოთ და მოვასწროთ და შეგრძნება გვაქვს რომ უბრალოდ მინდა ვიბოდიალო ქუთაისის ქუჩებში, იმიტომ რომ ძალიან მყუდრო და საყვარელი ქალაქია. აი ის ცენტრი, სადაც ვიყავით, ერთი 5 ჯერ მოვივლები კიდე ეს წყნარად და მშვიდად. ყოველი დეტალი უფრო უკეთ შევიგრძნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ესეთი სიყვარულით მიგვიღეს
ჩამოსულ ამ ქალაქში. გვინდა რომ ეს სიამოვნება გავიხანგრძლივოთ და უფრო მეტი დრო დავრჩეთ ამ მშვენიერ ქალაქში. აი ყვალარი ვახანა რითირით რა. უკეთეს რა დარჩინა. კარჩეთ თირათირი და გუგა. ძილი არტილერია. მამა. სკუ. სიო. დები ხალე. აი მე დიტერა არა. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, მოკლედ ეხლა დღეს ჩვენ მე და დიანას გვექნება მუკბანგი. ხო? ხო, მე მგონი რაღაც გემრიელობებს შევჭამთ, როგორც ჩანს. და დავაგემოვნოთ კრავთ შაურმის უგემრიელობა, ხო? აბა რა. დავიწყოთ? უკვე დავიწყეთ. ძალიან. საქონლის რეპი. ნახევარი შენი არის. შენ ვერ შევჭამ. არა, მე დავიწყებ ბურგერით. მოკლედ აქ არის ბევრი ყველი, 4 ყველი, ძალიან მიყვარს ყველი, ამიტომ მომიტანეს ხელთათმანები, რომ თითები არ მომესვაროს. რა გემრიელი რეპი არის? ძალიან მოგეწონება დიანა. ჩემი ტუჩები არ ასწდება. არა, დიდი პირი უნდა გააღო. აი მე რა გემრიელია. მას გემრიელია ზურიკო. აი ყველაზე გემრიელი ხო იცი ვინცაა? მაქვს რაღაც ეჭვები. ეჭვები თუ ვარიანტები? ვარაუდები. ესე იგი საქონლის რეპმა მართლა დაგლიჯა. თუ გინდათ რომ იყოს სამგუნალო იუმორის სპონსორები, შეგიძლიათ დაგვასპონსოროთ და გამოიშება თქვენი წვენი. ესეც გამოიშება ახლა, არა? რა გემრიელია ბიჭო მართლა. გადავიდეთ აზიურ შაურმაზე. ეს არის ქართლის შაურმა. აუ ზურა ძალიან ჩქარა ჭამ. სად გეჩქარება? მე ვერ ვასწრებ შენ რო ესე ჩქარა ჭამდა. კარტოფილი ისედაც ესეთი გემრიელია თუ შენი ხელებიდან რო იყო, იმიტომ იყო ეგეთი გემრიელი. სხვადასხვა მეგობრებო დიანა, როდესაც შეუყვეთა ბურგერი, ფერი რო კითხეს, დავპასუხე შავი. იმიტომ რომ ქუთაისში ყველაფერი შავი უნდა იყოს. სად არის ჩემი სათვალეები? ხო. აზიურიც მაგარია, ძალიან თან ქართლის არის მეგობრებო ეს აზიური. აი ესეც მიაყოლე მაგას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ბურგერი, რაც მიჭამია. მეგობრებო, ვერ ვასწავლე ამას, რომ ქუთაისში ყველაფერი გემრიელი და კაია. მოგეწონა. ყველაფერი მომეწონა. აი ესეთი არაჩვეულებრივი საჩქარი გავუკეთა ქრავჩაურმა დიანას, დიდი მადლობა. მოგიძლიათ ხარ ქუთაისში ქრავჩაურმაში მომბრძანეთ და გაგხვდებათ არა მარტო გემრიელი საკვები, არამედ მოსიყვარულე ხალხი. თბილი გარემო და აქანე ქუთაისია სიმონ. აი გამოვასწია დაუჭი. არ დაგაუწყოთ ჩვენი ახლის გამოწერა. დროებით, კარგად გზადებოდეთ. ჩვენ მოვედით სავაჭრო ცენტრში. რატომ? რომ ვიშოპინგო. ავედით. სკუპ. პამ, პამ, პამ.
მამ მოვნახავთ თუ არა რამეს რაც მე მომიხდება. შენ ყველაფერი მოიხდება. ეს მგონი კარგი კაბაა რა? მე მჭირდება 38. არა, ეს კარგი იყო. აი, შენ ხათრით გავისაჯა. აი, მე კაცთან შოპინგზე წასვლა რა ძალიან ძნელი ყოფილა. პირველად წავედი. ადის და ყველაფერს ამი. აი, ვაუ, რა მაგალითად. ზუკი მე ვაიგოები არიან. ენა რა არის ეს არაფერი არ ეს საკარგია. უგამ ვერაფერი ვერ არჩია ტოპები და რაღაცები თავისისა გადაზებული. დევიღალე. მოგესალმებით. როგორ გძანდებით, როგორ ახართ? გამარჯობა. და როგორ ლამაზია. აი მე ლამაზ ადგილას მოვედი. დღეს ვესტუმრეთ ვუდსაიდს დღესპირას, რომელიც მდებარეობს გოდოგანში. ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ გადაბრძანდეთ Facebook ველზე და იხილოთ ეს არაჩვეულებრივი სივრცე, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და ისვენოთ. გოგოები, თქვენ როგორ მოგეწონათ? ძალიან კარგი ადგილია. გოგონები შევიყვანოთ შიგნით. შევბრძანდით. ტარა! ესენი არიან ჩემი ძალიან ახლობლები. არცეთი ლაი ნახეთ რა სასიამოვნო გარემო არის. აი ეს არის დარბაზი, სადაც შეგიძლიათ სუფრა შეუკვეთოთ, გაატაროთ ძალიან მაგარი დრო. აქ არის ეზო, სადაც ბავშვები შეგიძლიათ მოიყვანოთ. აქ არიან ჩვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენი ძმაკაცების ცოლები და ბათუმიდან ჩვენი გულშემატკივრები. ამ ვლოგის და სამკურნალო იუმორის სპონსორია ქუთაისის გულშემატკივრები. დიდი მადლობა თქვენ. ვაგრძელებთ, აი აქ კიდევ არის არაჩვეულებრივი კოტეჯი, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაისვენოთ წყვილი ოჯახი. ვინც გნებავთ, აი ნახეთ, აი ესეთი ამხელა სივრცე, იქეთ განათებული გარემო და აქეთ არაჩვეულებრივი სიტუაცია. ზურფასო მეგობრებო, ეხლა ძალიან მალე დაუსხდებით უკვე სუფრას. გვინდა რომ დასამახსოვრებელი პერიოდი გაატაროს მუზეუმმა ჩვენთან ქუთაისში, რომ ჩამოვიდნენ სტუმრად. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მოეწონებათ ქუთაისი და აქაურობა და ჩვენი ჯერ მოსწონთ ეხლა ნახოთ საღამორო. ეხლა ისეთ ძალიან მაგარ ადგილას მიმყავართ თქვენთვის საუკეთესო და საყვარელი ადგილი არის. მობრძანთ თუ შეიძლება კამერა გავოტრიალოთ იქეთ ხარეს. საოცრებო გოგონებისთვის საყვარელი ადგილი. ვაი, მე თინათი მოდი. ანუ ესე ანუ ახე უკან დაიხეთ თორე დაწვა იცის ამ. აი უკან დაიხეთ. ვაიმე. მოდი დაატრიალე თინათი გაფიცე ყველაფერს. და რა კაია ამის წვადი მომწავლავს აღა. მე მეტყვის დამეცემა ძალამი არიცია. დეიტვის ზურიკო მე შეგიწვი წვადი, მე ასეთი ვარ, მე ისეთი ვარ და ასე ძალიან მალე დაელოდეთ ჩვენს მომდენო გადაცემას, რომელსაც გავაკეთებთ თინათთან სახლში. საღამო მშვიდობისა ძვირფასებო, როგორი კომფორტულია ესე ხმადაბალზე საუბარი. მე მინდა მოუხადო უდიდესი მადლობა მთლიან ქუთაისს, რა თქმა უნდა ქუთაისელი ბიჭების სახით. ცდილობენ რომ ყველანაირად ჩვენს სახეზე სითბო და სიყვარული დაგვანახონ. ეს პირა პატარა სამოთხე, სადაც აი ესეთი გაშლილი გულებით მიგვიღეს. გაუმარჯოს ქუთაის, გაუმარჯოს იმერეთს და გაუმარჯოს საქართველოს. აუ, აფარახეთ მე რამდენი გაჯაზება. ბრავო! ბრავო!
შენ გამო ყველაფერს ვიზა ვერავინ ვერ დაგვეწევა თუ ჩემი გრძნობის არჩენა გამოდი გარეთ რომ ვნახო ჩემი ოცნების კალიხა ჭირიმებზე თუ ნახავო გვინოსტავლებ და გაჩუქებ ვარდების ლამას დაიგულს ყოველდღე იმაზე ვფიქრობ რა გაუხარდება შენს გულს გოგონი შენზე ფიქრებში მე ამერია დღე-ღამე ცოტა მაინც რომ დავშვიდდე თბილისი თქვა მითხარი რამე იცოდეთ შენ მაგიმრობას შენ ვერავინ ვერ გაგიწევს ახლოდან რომ დაგინახავ გული ამოვადნა სიცხებს სიყვარულის ეცში ვიწვი გოგონი ვით დაგაჯერო ნუ გამალოთებ ამას ხო ულამაზესო ქართველო სიყვარულის ეცში ვიწვი გოგონი ვით დაგაჯერო ნუ გამალოთებ ამას ხო ულამაზესო ქართველო ვისარჯერა გამოდი გარეთ რომ ვნახო ჩემი ოცნების კალიხა ჭირიმებზე თუ ნახავო ყველანაირი გრძნობა მივიღეთ დღეს, კიდეც ვიმღერეთ, კიდეც ვიცეკვეთ, დავანთეთხი და აი ესეთი სითბოთი და სიყვარულით სავსე გარემოში გავატარეთ ეს დრო და აი დიდი სურვილი გვაქვს რომ კიდევ დავბრუნდეთ აი ამ პატარა ზღაპარში ტყისპირა ადგილას. უღრმესი მადლობა ბიჭებს რომ ჩამოგვიყვანეს და მოგვიყვანეს ამ ჯადოსნურ ადგილზე, სადაც ყველაფერი იყო განსაკუთრებული. ძალიან გულიანად დაგხვდნენ სიყვარულით, სიტკბოთით. მე ხო იცით რომ მე ხორცის გარდა არაფერს არ ვჭამ, მაგრამ პრასი იყო სასწაული. მაგ იმერეთში გენაცვალ მასე პრასი ის რა გაია? სასწაული სამზარეულო იყო დიანა. გადავირი. იმერული სამზარეულო. აღარ გვინდა აქედან წასვლა. ხო, და აი ეს ეკალა და პრასი რა ვიცი, რა ჩემი რეკომენდაცია. დაგლიჯა. დაგლიჯა. ჭადებულმა? არ გამისიჩი. ხორცეულმა? ხორცი კაი. ძალიან ხორცეულმა დაპუტა რა. მოვედით ულამაზეს გელათში, თავს გრძნობ როგორც ზღაპარში, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა შიგნით შესვლა, რადგან მიმდინარეობს რეკონსტრუქციები. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აქ დავბრუნდებით, მაშინ როდესაც ეს ადგილი იქნება ისევ ისე გაფრწყინებული და გასხიოსნებული. ამ ადგილზე არაჩვეულებრივი ენერგეტიკა არის და აქედანაც კი ვგრძნობ. პირველად რო ვიყავი აქ, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ ადგილმა, რომ თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ტაძრის რეკონსტრუქცია ძალიან მალე დასრულდება ამ ისტორიული ძეგლის. აქ ამოვალ აუცილებლად შემდეგ ჩამოსვლაზე, როდესაც ჩამოვიდნენ გოგოები ქუთაისში.
დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ქუთაისში. ამ ორი დღის მანძილზე ძალიან ბევრი რამ მოვასწარეთ. ძალიან ბევრი ემოციები, ბევრი შეგრძნებები, ბევრი ადგილები და მივდივართ იმის იმედით, რომ აუცილებლად დავბრუნდეთ. ეს დღეები ნამდვილად გადაიქცა დავიწყარ მომენტებად და ძალიან დიდი ხნით შევინახავთ ჩვენ გულებში ამ მოგონებებს. მადლობა ქუთაისს და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩამოგვიყვანეს აქ და გვაჩუქეს პატივისცემა და სიყვარული. ასე რომ მომავალ შეხვედრამდე